თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ჩვენთან არის მსოფლიო დემოკრატია. ხალხს კარგად აქვს შეგნებული სიმტკიცი საჭიროება და ემზადება ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ამონარიდი სეით დევდარიანის მიერ 1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ ერთობაში დაბეჭდილი წერილიდან მარტო არ ვართ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 7.9. გამარჯობა. სეით დევდარიანი დაიბადა ქუთაისში 1898 წელს. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ტარტუს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვში, 1900 წელს გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. სეით დევდარიანი იყო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ცენტრალური კომიტეტის წევრი. საქართველოს პროფესიულ კავშირთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და გავლენიანი პოლიტიკოსი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ გამანთავისუფლ მოძრაობაში. იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. 1923 წელს დევდარიანი დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. გაზეთი კომუნისტის ცნობის თანახმად 1924 წლის 18 თებერვალს თბილისში საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც პარტიის არალეგალური კონფერენციის ანგარიში ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და 3 ფუთი შრიფტი იპოვეს. 1924 წლიდან სეით დევდარიანის სტატიები უკვე საბჭოთა გაზეთების ფურცლებზე იბეჭდება, სადაც იგი ღიად უპირისპირდება საკუთარ პარტიას. სავარაუდოდ დაპატიმრებული დევდარიანი ჩეკამ დაამუშავა და გადმოიბირა. 1924 წლის 25 აგვისტოს საქართველოში დარჩენილი მენშევიკების პარტიის თვითლიკვიდაციის ყრილობის წლისთავზე იგი გაზეთში სიმართლის ხმა წერდა. არ არის მართალი, თითქოს საბჭოთა წყობილების პერიოდში ვერ განვითარდება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თვითყოფადობაო. 1927 წელს სეით დევდარიანს ბრალად დასდეს, რომ 1923 წელს გაწევრიანდა მენშევიკების იატაკქვეშა ცენტრში და ეწეოდა ტერორისტულ, დივერსიულ, მავნებლურ და ჯაშუშურ საქმიანობას. მიმართულ საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაგან. განსაკუთრებულმა სამეულმა გოგლაძის, ტალახათისა და წერეთელის შემადგენლობით 13 ნოემბერს დახვრიტა მიუსაჯა. განაჩენის სისრულეში მოიყვანეს მეორე დღეს. ეს ამბავი ნათელი დასტურია იმისა, გინდა მათთან გეთანამშრომლა, გინდა არა, ისინი არავის ინდობდნენ. ასეთი მორალის და წყობის ფონზე ვიცხოვრეთ 70 წელი საბჭოთა საქართველოში. კიდევ კარგად ვართ ამ გადმოსახედიდან. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.